ისათა და დისათა და სულისა წმინისათა ჩვენთან არ ზმნით. როგორც მოგიხსენება დღეს არის დიდი შაბათი. რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე დღეა დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი და მასთან ერთად არის მძიმე დღე დიდი შაბათი. რა ხდება ამ დღეს? ამ დღეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე განკაცებული ღმერთი საფლავში დევს. ანუ პარასკევს საღამო ჯვარზე კვდება, ასაფლავებენ და კვირა გაქენებამდე, იჟაჟამდე საფლავში არის დასაფლავებულია. რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანისთვის არის მძიმე დღეები. ამ დღეებში არ მივიღებ ჩვენ არიან მაგალითად ეს ყველასთვის არ არის სავალდებულო, მაგრამ არის ადამიანები, რომელსაც არ ჭამენ არაფერს. წითელ პარასკევს და დიდ შაბათს არაფერს არ მეღებულობ. ეს არ არის სავალდებულო. ერის ხალხთათვის სავალდებულო არ არის. და რითი არის ეს გამორჩეული ეს დღე ვიდა გითხრათ. მაცხოვარს განხორციელებულ ღმერთს აქვს ორი გარდამოსვლა. ერთი ზეციდან მიწაზე და მეორე მიწიდან ჯოჯოხეთში. ზეციდან მიწაზე ეს მოხდა ჩასახვა, მერე დაბადება, მოვიდა ჩვენთან 33 წელი ჩვენთან იყო, იქადაგა ჩვენთან მოვიდა ზუსტად ჩვენნაირი. მოვიდა ჩვენთან ჩვენნაირი, რომ ჩვენ ადვილად შევძლებოდა მისი სიტყვების, მისი ქმედების გაგება, რათა ადვილად ვეცხონებინეთ. მაგრამ მას ელოდებოდნენ არა მარტო ამ მიწაზე ადამიანთა სულები, არამედ ადამიდან დაწყებული ჯოჯოხეთში ელოდებოდნენ უკვე. მათი მოლოდინის რეჟიმში იყო ეს ხალხი, ადამიანთა სულები. და ისინი იმყოფებოდნენ ჯოჯოხეთში. და ჯოჯოხეთში ჩადის ზუსტად ისეთი, როგორებიც იქ არიან, სული, ხორცის გარეშე. მოკვდა, სულმა დატოვა ხორცი, გადის, შედის ჯოჯოხეთში და იქიდან ამოყავს ადამიდან, აი ჩვენ გვაქვს ფრესკა, აღდგომის ხატი, ვისაც დაკვირვები ხართ. ხელი არის ჩვენ ახლა ზემოთ არის ჩვენი ფრესკა გვაქვს ლაბოლოში. ხელით რო ამოყავს, მამაკაცი რო ამოყავს. იესოს აღდგომის ხატს, ვისაც დაკვირვები ხართ, ის არის ადამი. ადამი ამოყავს ჯოჯოხეთიდან და ადამის სახით ყველა ისინი ვის ელოდებოდა. ანუ ის მართლები იყვნენ. ელოდებოდნენ, ანუ აი ჯერ კიდე 64-ში ხო აღთქმა ხო დაუდა, სახარება უთხრა, სახარება რა არის? ახარა. ახარა ცხონება, რომ დედაკაცს რო ახარა, პირველი სახარება ნათქვამი იქნა ჯერ კიდე 64-შივე გამოგდების, ანუ დაჟის წინ, რომ შენი თავმომავალი, ანუ შენი თესლი გველის თავს გაუჭეჭყავსო. ანუ მესია მოვა და ცოდვას გამოისყიდისო. ესა პირველი ხარება, ახარა ადამიანსა და ევას. და იქიდან მოყოლებული არა ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ელოდებოდა, ვინც მესიას ელოდებოდა, აი მათთვის შედის ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთის ბჭეები იმსხვრევა, მოკლობი ტყდება და ამოყავს იქიდან მოვლოდინები. არა ყველა, არამედ ვინც ელოდებოდა. და შემდგომ უკვე კვირადილას ხდება აღდგომა. გაგაზრდოთ მაღალმა ღმერთმა, რომ თითოეულ ჩვენთანაც ქონებოდეს ამ მიწაზე ყოფნის პერიოდში მარტო იმის სურვილი კი არა ჩემო ძვირფასებო, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, რითი გავერთო და ასე შემდგომ. არამედ ქონებოდეს იმის სურვილიც, რომ კითხვები დაგვესვას ჩვენი თავისთვის პირველ რიგში. რატომ ვარ მე ამ ქვეყანაზე მოსული? რას ნიშნავს, რომ ღვთის მსგავსება და ხატება ვარ? და სად მივდივარ, როდესაც წავალ აქედან? რა მისია მაგისტრია მე აქ რომ მოვედი? მარტო ჭამა და ნაჭამის მონელება თუ კიდე მაქვს რაღაც მისია? ინებოს უფალმა, რომ თითოეულ ჩვენთანაც ეს მსგავსი კითხვებიც დაგვესვას. გასაგებია ის, რომ რა ვჭამოთ, როგორ გავერთოთ, ეს კითხვები რო გვაწუხებს. კი ბატონო, მაგრამ ის კითხვებიც
ყოფილიყო ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი. რას ნიშნავს ჯვარცმა? რატო მოვიდა ღმერთი? რას ამბობენ ამ ეკლესიაში ეს მგლები? ერთხელ მაინც გავჩვენოდეთ კითხვა, თქვენ არ გეუბნებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მოისმენს მე ჩვენი საზოგადოება. გავჩვენოდეს კითხვა იმისა, რა უნდათ, რა დიდი წითელ პარასკევს, რატომ გიზალავენ ღვინის დალევას? დიდი ამბავი აღო ღვინო თუ დავლია წითელ პარასკევს და მაგალითად დღეს თუ დავთვერი, ახლა და კარგად მივირთვი საჭმელი. მე რა რომ მიცვალებული მეორე ოთახში მყავს ოჯახის წევრი. მე უნდა დავთვრე და გადავსწორდე მიწასთან. ხო ასე უნდა მოვიქცეთ? ხო ეს არის სწორი. აი ესე ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ. როდესაც ასე ვიქცევით, ჩვენ არა ვართ არანაირი ქრისტეს მიერი ქრისტიანები აღარა ვართ უკვე დალოცვილი. როგორ შეიძლება მიცვალებული ყავდეს მეორე ოთახში და შენ ქეიფობდი აქეთ. თრებოდე და ქეიფობდე და არ ვიცი, რანაირი მისი პატივისცემელი ხარ მიცვალებული, ხო ასია რა? ხო და ჩვენი განხორციელებული ღმერთი საფლავში დევს დღეს. გაგაძლიეროთ მავალმა ღმერთმა. მადლობა. დადუმებულია ანგელოზებიც კი ჩუმად არიან. დუმენი, როგორ თქვა დღეს საგალობებში, დუმენი ყოველი ხორციელი, დადუმებულია ყოველი. ანგელოზები განცვიფრებულები არიან იმით, რომ ღმერთი და კაცობრიობი ბუნებით ხაზგასასმელია მან. ეს რა არის? ანგელოზებისთვის ეს ბოლომდე ამოუცნობია და არა მარტო ანგელოზებისთვის, ადამიანისთვისაც რა თქმა უნდა, თუკი რა თქმა უნდა ამის გაგება არ გვინდა. დალოცველი გამყოლოთ მაღალმა ღმერთმა, გაგაძლიეროთ უფალმა, წმენაში, სიყვარულში, უფლისადმი სასოებაში, ღვთისადმი მორჩილებაში და სათნო ცხოვრებაში. გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არის ღმერთი. ეს საღამოს 11 საათზე დავიწყებთ საღამოს ლოცვებს და იქნება ღამის თემა საღდგომო ლიტურგია.